გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ საინფორმაციო გამოშვება ობიექტივს. ქალაქ წალენჯიხაში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. ცენტრალურ მოედანთან ერთად შიდა გზებიდან რეაბილიტირებული იქნება თამარ მეფის, სალიას, მაიაკოვსკის, კოსტავას, მეუნარგიას, შეროზიას და ფიროსმანის ქუჩები. შავი საფარის დაგების შემდეგ გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟდება დიდი საათი და მონიტორი, ასევე გალამაზდება მოედნის იერსახე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეპესე New Construction აწარმოებს. წალენჯიხის ცენტრალური მოედნისა და შიდა გზების კეთილმოსაწყობად საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილ იქნა 2 მილიონ ნახევრამდე ლარი. ამ სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ჯვარი-ჯვარზენის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელსაც ასრულებს წალენჯიხის საგზაო სამმართველო. გასულ კვირას ქალაქ წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე და ქალაქ ჯვარის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და New Construction-ისა და საგზაო სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. როგორც იქნა ახდა ხალხის ოცნება, ხდება წალენჯიხის რაიონში შიდა გზების მოწესრიგება, გამარჯვებული გამოგვიანილია უკვე ხელშეკრულება დადებულია. რეგიონალური განვითარების პროექტის პაკეტში გამოიყო წალენჯიხის 2 მილიონი ნახევარი ლარი. აქედან 1.986.000 ლარი ხმარდება წალენჯიხის შიდა გზების შეკეთებას, კალანდიას მოედანის რეკონსტრუქციას, ხელშეკრულება დაიდო შეპესე New Construction-დან სამუშაოები დაწყებულია და დასრულდება დაახლოებით დეკემბრის ბოლოსთვის. ასევე მიმდინარეობს სამუშაოები ჯვარი-ჯვარზენის დამაკავშირებელ გზაზე. კაპიტალური შეკეთება დაახლოებით 594.000 ლარის ღირებულის პროექტია, ის დასრულდება დაახლოებით წლის ბოლომდე. და ასევე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება მშვიდობის ხიდთან დამაკავშირებელ ხიდის პროექტთან დაკავშირებით. გამოგვიმია გამარჯვებული შეპესე G და G, ხელშეკრულება გამოვლენა დაახლოებით 412.000 ლარზე. შიდა გზების მასშტაბება მიმდინარეობს დაახლოებით 7 ქუჩაზე ქალაქის ცენტრში, ეს არის კალანდიას მოედანი, ფიროსმანის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩა, მეუნარგიას ქუჩა, შეროზიას ქუჩა, სალიას ქუჩა და თამარ მეფის ქუჩა. ქუჩების შეკეთება კაპიტალურად, მოეწყობა სანიავი არხები, განათება და ასე შემდეგ. იქნება ძალიან ლამაზი მოედანი შემიძლია შეგვიძლია წალენჯიხის. წლობით არსებული პრობლემა მოეხსნა. 20 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების ძალისხმევით ჯგალის თემში, კერძოდ ლესალეს უბანში, ოპერატიულად მოხდა 2 საცალფეხო ხიდის აღდგენა. მოსახლეობასთან ერთად მთელი დღის განმავლობაში სამუშაოებში ჩართულები იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია და გამგებლის მოადგილე გიორგი რუკავა. ლესალის უბნის მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ყოფილი ადგილობრივი ხელისუფლება დახმარების თხოვნისას მხოლოდ ფუჭი დაპირებებით შემოიფარგლებოდა. ასევე ადგილობრივებმა საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებლის მოადგილესთან შეხვედრისას კმაყოფილება გამოთქვეს ყველა იმ შესრულებულ სამუშაოზე, რომელიც მათი თაოსნობით განხორციელდა ჯგალის თემში. იმაში ჩაფიქრილი იყო სოფელი ბავშვები არ დადიოდნენ სკოლაში და ეხლა მაინც საშველი ეტაპობრივად დიდი გაგეწება ბევრი აზარი. ეს დაკიდა რა ხაიდა თუნა ხო გაკეთებული და ის ახალი ორგანიზაცია მოგოძე დიდია მოგოდო ნანა ვაკეთეს საერთოდ მუდაცა ისეთი ბილიკი რო ქონდა ხიდის მაგრად იმ ხალხს უნდა ისე ხელისუფლებაში მოვიდნენ და ჩვენ ვართ მაგრებიო 12 წელია ხომ ასე რო ხა აბარა რე 12 წელია სულ გააგეთ ტაშმანდურ გარჯობდა კონცერტს ეგა ეტაპობრივად ბევრი გაკეთდა დროს ჭირდება ამას რა თქმა უნდა, მაგრამ მრავალი წელია რაც არ გაკეთებულა არაფერი და სოფელი იყო უკიდურეს მდგომარეობაში. ბავშვები ვერ გადიოდნენ სკოლაში, ჩახერგილი იყო გზები, არავინ ყურადღებას არ გვაქცევდა. დღესდღეობით ძალიან კმაყოფილები ვართ. დღეს ხდება უნიკალური ხალხი 20 წლის უკან არ უნახი ესეთი გააკეთეს ამათმა ვენაცვალე მე ყველა ამ საკრებულოს ვენაცვალე გამგების ვენაცვალე სოფლისა გამგების მოადგილეს აგრძანდება და ყველაფერი კარგი გაკეთდა და ხალხს უხარია დიდ საპატარასა და დადიან. იმედი გვაქვს რომ მომავალში ვიცხოვროთ კარგად. მდინარის დადიდების შემთხვევაში ავტომობილის არ გადიოდა, ხალხი ვერ გადიოდა, დღეს კეთდება საცალფეხო ხიდი. ხალხი არის კმაყოფილი. სოფელი ლესალე და მთელი ჯგალის თემი არ იყო ყურადღების ცენტრში ახალი მთავრობის შემდეგ
რესალეში კეთდება ხიდი, ყველგან ყველა უბანში რაღაცები კეთდება. ხალხი არის კმაყოფილი და მოსახლეობას გამოთქვამენ კმაყოფილებაზე. ახალი ხელისუფლების მოსვლამ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები ხალხთან მიიყვანა. ამის დასტურია გუშინდელი ჩამოსვლა საკრებულოს თავმჯდომარეს სოფელ ჯგალში, კერძოდ ლესალეში, ნახა ის მართლაც და გასაკვირი მდგომარეობა, რომ ხიდები არ იყო მდინარეებზე გადებული, წლების განმავლობაში ხალხი წუხდა, ვერ გადიოდა, ადიდებულ მდინარეზე რაღაც ბოგირებით უხდებოდათ ხალხს გადასვლა და მოიძებნა ერთ დღეში კონსტრუქციები და ერთი ხიდი გაიდო, მეორე აგერ გაიდება, ეხლა მოიძებნა მანქანების სამხედიანი გასულიყო ამ მდინარეზე, მოიძებნა კრანის და გაიდო ორ ადგილზე ხიდი. სასაული მოხდა რა. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები მოდიოდნენ, სურათს უღებდნენ, მიდიოდნენ, პირდებოდნენ ხალხს და აი ერთი დღის განმავლობაში რომ ასეთი სამუშაოები შესრულებული იყო, ეს მართლაც და საოცარი ამბავი მოხდა. მადლობა ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებას, ვინც გაიმარჯვა ერთი წლის წინ. იმ ხელისუფლებამ მოიყვანა მმართველობის ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენლები ხალხთან და ხალხის გასაჭირი გაიზიარა. დიდება და მადლობა მართლა უფალს, მადლობა ხელისუფლებას. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ქუჩულორიასა და ზედა სასარიოს უბანში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს გზის გაწმენდა და სანიაღვრე არხების მოწყობა. მოსახლეობის თქმით, ყოფილი ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსხვავებით ამჟამინდელმა ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მათი თხოვნა ყურად იყო. ქუჩულორიასა და ზედა სასარიოს უბნის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს წყლობით არსებული პრობლემის აღმოფხვრისა და გულისხმერებისთვის მადლობას უხდის. ამ ადგილებში სანიაღვრე არხების მოწყობა და გზის გაწმენდითი სამუშაოები 20 ოქტომბერს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. 30 წელია ეს გზა ასაა და ეხლა ამ ხელისუფლებამ ეს გზა გამოასწორა, კარგად გააკეთა და ჩვენ კმაყოფილი ვართ მოსახლეობა, ხალხი იმისათვის რომ გვეხმარება გზის შეკეთებაში. კეთდებოდა რაღაც უცბად გადავლით სამუშაოები და სანიაღვრე არხები გვერდზე რომელიც უნდა ჩატარებული იყო, ეს არაფერი არ კეთდებოდა. დღესდღეობით თქვენ თვითონ ხედავთ, ფაქტი სახეზეა. დღეს ცოტა რაღაცა ნიშანწყალია თქვია, რომ ალბათ გაკეთდება ყველაფერი. კიდევ რა პრობლემის წინაშე იყო? პრობლემები ძირითადად ჩვენთან წყალი, უწყლობა არის, ჭები, შრება ზაფხულობით. ეხლა გვპირდებიან, აი გზას შეგვპირდნენ, აკეთებენ ეხლა და მე მგონი ჯერჯერობით ასეთ ტექნიკას ჩვენს უბანში არ ჩაურია ჩვენს ქუჩაზე. ყოფილი ზუგდიდის ქუჩა, ეხლანდელი პიპიას ქუჩა და მე მგონი რომ უკეთესობისკენ წავა ყველაფერი. აი ჩაივლის არჩევნები და შეეთყობა. თუ ისევ წინანდელ ხელისუფლების დაგვარად შეპირება არ დარჩება. წყალს გვპირდებიან და გაიკეთებდო და არის მე მგონი პოტენციალი მაგის რომ გაკეთდება.